გამარჯობა, ეთერშია სალონური გადაცემა სანიშნე. ჩვენთან დღეს სტუმრად იმყოფება ქალბატონი ნინო მოდრიკილაძე. მოგესალმებით. გამარჯობა. შეგახსენებთ, რომ წინა გადაცემაში გადავწყვიტეთ წიგნების გადარჩენის კამპანია გაგვეკეთებინა იმის მაგივრად, რომ ურნებში გადავყაროთ წიგნები, სჯობს გადავარჩინოთ წიგნები. ამიტომ გთხოვთ, თუ კი სადმე შეგვხვდებათ წიგნები გადაყრილი ურნებში, მოგვიტანოთ ჩვენ მას ახალ სიცოცხლეს მივცემთ. ნინო, დავიწყოთ მოდი ბავშვობიდან. როგორი ბავშვი იყო ნინო? უყვარდა წერა, ბეჯითი გოგო იყო, თუ აი როგორი ბავშვი იყო ზოგადად? სიამოვნებით, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებლებს. რა თქმა უნდა, წერა მიყვარდა. რა თქმა უნდა, ჩემი ბიოგრაფია იწყება ბავშვობიდან და ასეც ხდება ხოლმე, რომ შემდეგ დასრულობაში იწყებენ წერას და შედიან ამ ლიტერატურულ პროცესებში, მაგრამ მე დავისაჯე, ასე ვთქვათ, პატარაობიდანვე. ვიყავი თავისებური ბავშვი, აი ახლანდელი გადასახედიდან, ბევრს ფიქრობდი. გავიზარდე მთიან სოფელში, ასე ვთქვათ, 8 წელი ცხოვრობდი იქ, სწავლობდი კავთისხევში, ესეთი უბანი არის თვალადი. და მთელი ბავშვობა ვხედავდი აი ამ ამაყ და გოროზ მთებს, ბუნებას, ყველაფერს იმას, რამაც შეიძლება თვალი გაამხიარულოს და გაახალისოს. ჩემს ბავშვობაში იყო ძალიან უხვთოვლიანი და მკაცრი ზამთრები. და ხშირად ასეც ხდებოდა, რომ ჩაიკეტებოდა ზამთარში გზა და ვეღარ ამოდიოდნენ მანქანები, ვეღარ კონტაქტი წყდებოდა, ასე ვთქვათ, დანარჩენ სამყაროსთან და მე და ბებო ვიყავით ხოლმე მარტოები. ბევრი რაღაც იყო, რამაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზეგავლენა მოახდინა იმაზე, რომ რაღაცნაირად ბლოკნოტები მქონდა და პატარ-პატარა ჩანაწერებს, დღიურებს, რასაც ვეძახით. ვაკეთებდი, დღემდე მაქვს ეს ბლოკნოტები შენახული, ესე ტომები მაქვს, რომ მიტყვიან, ჩალაგებული. ჩანაწერებიც მქონდა, ჩანახატებიც. აი ახლა ვერლიბრებს რო ვეძახდით, მე მგონი მაგეებს წერდი ბავშვობაში. ლექსებიც, შთაბეჭდილებებიც და ყველაფერი. გულჩათხრობილი და ფიქრიანი ბავშვი ვიყავი, რომ არ მოვიტყუო. აი პირველი ლექსი, ძირითადად ლექსებს წერდი ბავშვობიდან თუ მხოლოდ ჩანაწერები შემოიფარგლებოდი? ორივეს რომ გითხრა, პირველი ლექსი დავწერე, რადგან მკითხე 9 აპრილის თემაზე. ეს ისეთი მძაფრი იყო ეს ყველაფერი, რაც 9 აპრილს ხდებოდა. მე რა თქმა უნდა თბილისში არ ვიყავი და უშუალო მონაწილე ამ პროცესების არ ვიყავი, მაგრამ ჩემს გარშემო სადაც ვიყავი, ძალიან დიდი უნებათა ღელვა იყო და აი მახსოვს ტელევიზორიც არ აჩვენებდა ჩემს სოფელში ისეთი მაღალი მთა იყო. ნუ მაშინ ასე იყო, ხო ყველაფერი კომუნიკაციები უკვე სხვანაირად არის, ყველგან არის და იცით რა მახსოვს? აი ბოძზე ჩამოკიდებული რადიო, ხაზის რადიო და აი ხალხი ამ რადიოს რო უყურებდა და ისმენდა და ტიროდნენ ადამიანები. და აი ამ ყველაფერმა ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა და აი შემდეგ წიგნი დაიბეჭდა 9 აპრილზე თუ გახსოვთ და ყველას გვახსოვს შავი ფოტოებიც არის. და ეს წიგნი იყო, აი რა, არ ვიცი, რაღაცნაირი ინსპირაცია და 9 აპრილის თემაზე მე რაღაცა სამშობლოზე ვწედი, სულ პატრიოტულ თემებზე ვწედი, სულ საქართველოზე, სულ რაღაცა. შენები როგორ შეხვდნენ ამ ფაქტს, რომ აი ნინომ ლექსების წერა დაიწყო? სიმართლე რომ გითხრა, მე ძალიან იღბლიანად განვლე ის პერიოდი, რასაც ბავშვობა ჰქვია, იმიტომ რომ ჩემი ლექსების ძირითადი შემფასებელი იყო ჩემი ქართულის მასწავლებელი, როგორც ხდება ხოლმე, ხო, ქართულის მასწავლებელი, აი შემოქმედი ბავშვებისთვის ყოველთვის არის ხოლმე ინდიკატორი, ხო და ჩემთვის ესე იყო ნათია სუხაშვილი, რომელიც დღემდე ვთვლი რომ ჩემი პედაგოგი არის, დღემდე მაქვს მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა და ის კითხულობდა ხოლმე ჩემს ლექსებს. ძალიან მკაცრი იყო. ისეთი მკაცრი იყო, რომ რამდენჯერმე დახია ჩემი ლექსი. აი დახია ისე კი არა, აი კარგი რა უკეთესად შეგიძლია და უკეთესი შეგიძლია და მაგრამ მე მაქვს ჯიუტი ხასიათი ძალიან, მშვიდად ჯიუტი ადამიანი ვარ. კი
ბატონო, წამოვალ, მაგრამ გავაკეთებ კიდევ, წამოვალ და გავაკეთებ. ესე მოდივად მიმქონდა ხოლმე ლექსი, მიმქონდა. ერთხელ ესე ადგა და თქვა კლასის წინაშე, რომ ბავშვებო, თქვენმა კლასელმა შედევრი დაწერაო და ეს იყო ლექსი დაისი. რაღაცა ჩამავალ მზეზე, ესეც რა თქმა უნდა, ჩემს სოფელში დავწერე, იქ არის ჩემს სოფელში არის ძლევის ქედი, ყველამ ვიცით ხო, გიორგი შატბერაშვილს აქვს ნახსენები მკვდრის მზეში. საჯილდაო ქვაზე რომ წეს და შუბათი და აი ეს ზუსტად ჩემი სახლი უყურებს აი ამ საყდარს ძლევის ქედს და ბავშვობაში იქ ავდიოდით ხოლმე და მზის ჩასვლას ვუყურებდით. და ეს წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს მეხსი აი თვალის მეხსიერებაში სულ არის ეს. ამომავალი მზე კი არა, ჩამავალი მზე და რაღაცა ძალიან ისეთი დიდებულებით და ზოგადად, როდესაც ლექსის წერის დროს რაღაც გამიჭირდება და აი აღარ ვიცი იქ რა დავწერო, ეგრევე თითქოს მზე მომანათა და აი მზემ კარნახობს ხოლმე რა შეიძლება რომ იქ ჩავწერო და რა წავახო. აი როგორია შეყარებული ნინო, როგორი იყო შეყარებული ნინო? შენმა ლექსებმა მოხიბლა? შენი მეუღლე? ჩემი მეუღლე არა მგონია რომ ლექსებს მოეხიბლა დიდად, იმიტომ რომ ყოველთვის იციან ჩემმა მეგობრებმა რომ ძალიან კრიტიკოსი არის და სულ მეუბნება ხოლმე რომ ამ ნატანჯი ქალის ლექსები რატო გაქვს. ვიღაცა იტყვის რომ ეს გოგო როგორი უბედურია და რეალურად ესე არ არის, მაგრამ სწორედაც რომ ნინო წერს ლექსებს მაშინ, როდესაც რაღაცა შინაგანად უჭირს. აი ახლა შენ გაქვს მოტანილი აღარმე, რომელი მე რამდენი კრებულია აღარმე. ეს არის ზოგადად კიდევ ერთ კითხვას დაგისმევ, ზოგადად კრებულებს წერს ემოცია, ხო? და რაღაც განსაკუთრებულ რაღაცას ნიშნავს ხოლმე ავტორისთვის კრებულის გამოცემა. აი თითოეული მათგანი რას ნიშნავდა და აღარმე რა არის შენთვის? როგორც უკვე ვთქვით, ეს არის ჩემი ბოლო ამ ეტაპზე ბოლო კრებული აღარმე. ესე იგი, ვიდრე აღარმე გამოიცემოდა, ვიტყვი რომ ჩემი გამომცემლობა არის ამ წიგნის გამომცემელი დავით ხარატიშვილი გახლავთ რედაქტორი. ამ წიგნამდე მე მქონდა 3 პოეტური კრებული და კიდევ ერთი მეოთხე საბავშვო ლექსების. და ეს არის მეხუთე. იღბლიანი გამოდგა ჩემი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ ჯერ ერთი გამომცემლობამ დამიბეჭდა და თვითონ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ესე შემოთავაზება წამოვიდა. და ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა ამ წიგნის გამოშვება, როდესაც უკვე რაღაც გადასული ხარ ადამიანი ძიებებში ხარ და ზოგჯერ შენი თავი ხარ, ზოგჯერ არ ხარ შენი თავი, ხან ებღაუჭები ამ მეს ვინც ხარ, ხან გინდა რომ გაუშვა და ახალი დაიბადოს და აი რაღაცა და თანაც ეს ჩანახატი მაქვს ერთ-ერთ კონკურსზე გამარჯვებული 100 სიტყვის კონკურსი ტარდება ხოლმე ბათუმში და იქ გამარჯვებული მინიატურა, სადაც რომელსაც სათაური აქვს აღარ მე და თვითონ მინიატურაც ძალიან ასე ვთქვათ, წარმატებული აღმოჩნდა იმ მხრივ რომ გავიმარჯვე და გადავწყვიტე რომ აი რადგანაც ცხოვრებაშიც ესეთი რყევები იყო, რაღაც მეტამორფოზის პერიოდი, ასე რომ ვთქვათ და დავარქვით ეს ყველას მოეწონა, ყველამ აიტაცა. ჩემი გამოგონილი არის ეს რეალურად. მინდა ვთქვა რომ ახლა ვმუშაობ თარგმანებზე, ეს იქნება 21 ენოვანი აღარმე, თვითონ მინიატურა ითარგმნება 21 ენაზე და უკვე ნახევარი უკვე საქმე გაკეთებული არის და სათაურში ყველგან ვტოვებთ აღარმეს და ყველა ენაზე ვტოვებთ აღარმეს და ფრჩხილებში მივუთითებთ რას ნიშნავს ქართულად. როგორც იცი ამ წიგნმა რამდენიმე პრიზიც აიღო, ხო? ბოლო პრიზი იყო რუმინეთში, ხო? დიახ, ბოლო პრიზი გახლავთ რუმინეთში, ძალიან ერთი კვირის წინ ჩატარდა, ძალიან ახლოს რუმინეთში. ორგანიზატორი გახლავთ პოეტი, საზოგადო მოღვაწე ვალერია ბილტი, რომელიც მე გავიცანი საქართველოში პრემია ივერიას ფარგლებში და აი რუმინეთში ჩატარდა ესეთი ფესტივალი, იას ფესტივალი, ეს არის ტრადიციული სამოსი, მათ სამოს ქვია ია და საერთაშორისო პოეზიის
ფესტივალი და ეს ძალიან ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქრები გამომიგზავნეს, ანუ სიმბოლო ამ მანამდე ფესტივალის. იტალიაშიც იყო მანამდე იყო იტალიაში, სიცილიაში ეს ვან გოგისადმი მიძღვნილი ფესტივალი ჩატარდა საერთაშორისო და ესეთი დევიზი ჰქონდა, რა იქნებოდა სამყარო, რომ არა ადამიანები, ვინც გაბედეს. და ჩემი წიგნი იყო წარდგენილი და რა თქმა უნდა ჯილდო მივიღე რობერტო გუჩიონე გახლავთ ამ ფესტივალის ორგანიზატორი, მაგრამ ეს წიგნი აღარმე წარადგინა ქართულმა ემიგრანტმა ხელოვანმა ქალბატონმა ფიქრია კუჯუხიძემ. წარმატებებს უსურვებ კიდე ძალიან ბევრს აღარმეს და შენ. აი ნინო, შენ ხარ ძალიან პოპულარული, ძალიან კარგი პოეტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, წიგნები არ იყიდება, ანუ ლექსები არ იყიდება. როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი? არ ვიცი, ვერ გეტყვი. ალბათ სათანადოდ არ ვარეკლამებ? მეტი რაღა უნდა დავარეკლამოთ ამ წიგნმა, რამდენი პრიზი აიღო. ალბათ არა, მხოლოდ შენ წიგნზე არ არის ლაპარაკი, ანუ დღევანდელ საქართველოში წიგნი ქართველი მწერლების წიგნები ნაკლებად იყიდება და პოეტები ხო საერთოდ და პროზა უფრო იყიდება. პროზა ხო, მაგრამ აი პოეტებს რას ერჩის ჩვენი მკითხველი? ხო, აი ზოგადად რაღაცა პოეტები ყოველთვის დაჩაგრულებული. ხო, მოკრძალებულად ცხოვრობდნენ და რაღაცნაირად თითქოს სირცხულიც არის, რომ ლექსი დაწერო ფულის გამო თითქოს, მაგრამ ნუ ხა გადავდივართ უკვე იმ ეპოქაში, სადაც შენი რესურსიდან უნდა მიიღო, რა თქმა უნდა მიიღო საქართველოში ახლა ძალიან ესეთი ტენდენციაა, რომ თუ არ იმუშავეს სხვაგან მწერლებს და პოეტებს მინიმალური შემოსავალი აქვს, ხო? ხო, კი, აი კონკურსები არის და თითქოს კონკურსიდან კონკურსამდე ცხოვრობ, ხო ამბობენ. შენზე ამბობენ, რომ ოჯახს არჩენს კონკურსიდან კონკურსამდე. ერთადერთი ხარ, რომ ვიც ოჯახს არჩენს კონკურსებიდან. ერთადერთი არ ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი მკითხველი როგორ უნდა შემოვატრიალოთ ქართული თანამედროვე პოეზიისკენ, ხო არ გაქვს ამაზე რამე აზრი? იცი რა, მე ვფიქრობ, რომ რაღაც დოზით მკითხველი არის, მკითხველი ყავს. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ რაღაც მარკეტინგულად იყოს უფრო მეტად გაყიდვადი, ხო? ეს თან ვფიქრობ, რომ ამ სოციალურმა ქსელებმა უფრო ჩაანაცვლა წიგნები, ხო? კი, სოციალური ქსელით უფრო მეტი მისაწვდომობა არის, თუნდაც ავტორი თავის ლექსს წაიკითხავს, დაადებს ან ლაივების ჩართვა ხშირად ხდება. იგივე თითქოს ძალიან გამარტივდა მკითხველისა და ავტორის ურთიერთობა, ხო? მარტივი არის. ჩვენ დროს ესე არ იყო, ჩვენ დროს დიდი ფუფუნება იყო ცოცხალ პოეტთან, ცოცხალ მწერალთან შეხვედრა. ხო და დღეს ეს ზღვარი წაშლილი არის და ამიტომაც შეიძლება რომ ესეც იყოს მიზეზი. როგორ ფიქრობ, მწერლის, პოეტის მისია არის თუ არა თანამედროვე ეპოქის გამოძახილი იყოს ის? რა თქმა უნდა, ამის გარეშე გამორიცხული არის თანამედროვე ეპოქის გამოძახილიც უნდა იყოს და მე ვფიქრობ, რომ წინაც უნდა გაიხედოს და წინასწარმეტყველური ჭვრეტაც უნდა ჰქონდეს და გუშინ წერტის უსტად ლექსები როგორც წინასწარმეტყველება. ძალიან ხშირად ხომ არის რომ დაწერს პოეტი და მე ეს მოხდება ეს. კი. ეს იცხოვრება. ერთ ლექსს ხომ არ წაგვიკითხავ ნინო, შენ ყველაზე საყვარელი ლექსი? ჩემ საყვარელი ლექსი. შენი საყვარელი ლექსი ციციკორე. ტალახს ნუ შეაყრი ანგელოს ციციკორე. ყველას ხელები გვაქვს ცოდვიანი. ბედი ცაში წყდება ბედი თორემ. უცოლოც კაცია და ცოლიანიც. ფუფალა თუ მოარღოს ოღროჩოღროს. წუმპეს აიტაცებს კაბის კალთა. შიოლა ყველასია. ყველა გოგოს უნდა კაცი სწორედ მაგისთანა. გთხოვ ნუ შეაფურთხებ ანგელოს ციციკორე. შენც ხომ ხელები გაქვს ცოდვიანი. ბედი ცაში წყდება ბედი თორემ. უცოლოს ერქმეო და ცოლიანი. ლოდებთან დაჩოქილს ნანგრევთან სიკვდილი. ჩაქოლილ ანგელოს დასცქერის ქვის ყორე. ერთადერთს დაკარგულს მივტირი. სული ტალახისთვის ცოდვა ციციკორე. ეხლა მინდა ბლიც კითხვები
ჩამოგეყარო და უცბად მიპასუხო. კაი. წიგნი, რომელსაც ყოველწელს უბრუნდები. ნიცშეს ესე იტყოდა ზარათუსტრა. ავტორი, ვისთან ერთადაც ისადილებდი. დავით ხარატიშვილი. პერსონაჟი, ვისთანაც მეგობრობდი. ზარათუსტრა. რომელ წიგნს დაუტოვებდი ადამიანს, რომელსაც კითხვა არასდროს უყვარდა. ბიბლია. ქაღალდის წიგნი თუ ელექტრონული. ქაღალდი. დილის კითხვა თუ ღამის. ღამის. წიგნის სუნი თუ ყავის. ერთად ორივე. საყვარელი ფერი. წითელი. გიყვარს სუნი? ბალბის. როგორ იბადება წიგნი აზრიდან, სიტყვიდან, ქმედებიდან? ემოციიდან. სად იწერება შენი წიგნები? ჯერ გონებაში და შემდეგ უკვე ფურცელზე. ერთი ადგილი, სადაც გიყვარს წერა. ჩემი ოთახი. შენი პირველი მკითხველი. ჩემი მასწავლებელი. ერთი სიტყვა ან წინადადება შენი წიგნიდან. ხან ვარ, ხან არა. რომელ წიგნს ისურვებდი, რომ შენ დაგეწერა? ვეფხისტყაოსანს. სიკეთე, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. ბევრია ასეთი და მადლობა ყველა კეთილ ადამიანს. მოტივაციას გაძლევს, ტკივილები. გულს გტკენს, უსამართლობა. სიტყვას გრძნობ. ბუხართან. ერთი სიტყვა, რომელიც შენ ცხოვრებას აღწერს. იცხოვრა. ერთი კითხვა, რომელზეც პასუხი ჯერ არ გაქვს. არ ვიცი. მაშინ მოუნიშნე ჩვენს კითხვას წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს. მე ხომ არ ვიცი, მან რა წაიკითხა უკვე. ხო, მაგრამ ჩვენ ხო ბევრი მკითხველი ყავს. აღარ მე. აღარ მე. კარგი, მაშინ ჩვენ გადმოგცემთ შენ საჩუქრად სანიშს. ძალიან დიდი მადლობა. აი, გადაცემას ქვია სანიშნე და მინდა ერთი რაღაც თქვა, როდესაც ჩემი წიგნები იბეჭდება ხოლმე გამომცემას პირველ შეკითხვას, რასაც უსვამ, ეს არის სანიშნე ხომ ექნება. ხომასია. შენ წიგნს აქვს სანიშნე. ჩემ წიგნებს აქვს სანიშნე და რატომ აქვს ეს დამოკიდებულება? სანიშნე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვაგრძოთ ცხოვრება იქიდან მარტივად, სადაც გავჩერდებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ყველა გადაყრილი წიგნი, რომელსაც უპირებთ, რომ გადაყაროთ, მოიტანეთ ჩვენთან და შეგახსენებთ, რომ გადაცემა სანიშნე გავა ყოველ შაბათს 19 საათზე.